ჭიაურელი თეატრის სცენაზე, ფილმის გადასაღებ მოედანზე, სოფიკოს საოჯახო ალბომიდან, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი ფოტოები დღეს ეროვნულმა არქივმა გამოფინა. ექსპოზიცია ყოველთვის გამორჩეულად საყვარელი მსახიობის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. არქივმა ფოტოალბომიც გამოსცა, რომელშიც გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები თავისი კომენტარებით არის მოცემული. სოფიკო ჭიაურელმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა დაუვიწყარი როლები, როგორც კინოში, ასევე თეატრალურ სცენაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ ძალიან საინტერესო ფოტომასალა, რომელიც ეროვნულ არქივის საცავებში გახლავთ დაცული და შევეცადეთ, რომ გამოფენაზე წარმოგვედგინა არა მხოლოდ მისი სპექტაკლებიდან და კინოროლებიდან ფოტოები, არამედ მისი ბიოგრაფიული ხასიათის მასალა. ეს არის სოფიკო ჭიაურელის შემოქმედების გზის ამსახველი ფოტოები, არის როგორც მისი კინოროლები, ასევე თეატრალური როლები, არის უბრალოდ პორტრეტები და არის უაღრესად საინტერესო და ვფიქრობ საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი ფილმები და სპექტაკლები. სოფიკო ჭიაურელს თეატრის თუ კინოს 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მას ერთნაირად მაღალ მხატვრულ დონეზე აქვს ნათამაშები, როგორც ტრაგიკული, ისე კომიკური როლები. არის უამრავი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არტისტის მით, ხასიათით, სტილით, არაჩვეულებრივი პლასტიკით, გასაოცარი შტრიხებითა და დეტალებით ის ქმნიდა სახეებს, რომლებიც მაყურებელს არასოდეს ავიწყდება. დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში სოფიკო ჭიაურელის თაყვანისმცემლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები მის პიროვნებასა და შემოქმედებას დიდი სიყვარულით იხსენებდნენ. მე ბედნიერი კაცი ვარ, მთელი ჩემი ოჯახი. უკანასკნელი 10 წლების განმავლობაში ვიყავი სოფიკოს ოჯახთან ახლოს. ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც მე გამაჩნია და მე მიყვარს ამის გამოთქმა, რომ დეკლარაციაში პირველი რასაც წერია, თქვენი ქონება წერ სოფიკო ჭიაურელის და პოტე მახარაძის ოჯახთან ახლობლობა. ეს არის ჩემი ქონება, რომელზეც მე ვარ მზად შევიტანო საგადასახადო. მინდა მადლობა უთხრა ორგანიზატორებს, საქართველოს ეროვნულ არქივს, ესეთი მშვენიერი გამოფენა უძღვნა სოფიკოს. სოფიკო წელს 75 წელს გახდებოდა მის საიუბილეო წელია და მათი ინიციატივით იყო ძალიან კაი ფოტოები არჩეული ძველი კინოფილმებიდან, რომელიც ინახება აქ არქივში და ძალიან კარგია, რომ ესე უთხილდებიან და საჯაროდ გამოფინეს, რომ ადამიანებმა, ხალხმა ნახონ, გაიხსენონ სოფიკო. 21 არის სოფიკოს დაბადების საიუბილეო თარიღი. სასიამოვნოა, რომ ჯერ ადრე დაიწყება სოფიკოსი, მაგრამ ესეთი სახმა არქივის საზოგადოება შესანიშნავად მიფიქრებს ის სურათები, რომელიც არასოდეს არ ვინახავს სოფიკოს სურათები. ექსპოზიცია, რომელმაც დღეს მოწვეული სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია, დამთვალიერებლისთვის ეროვნულ არქივში კიდევ ერთ კვირას დარჩება.